as a filmmaker, it's really important to remind myself constantly that the movies I make aren't all that important. Someday they won't exist anymore. Someday they'll all fall away. They won't be around. They won't survive me as long as I sometimes think they will. And so more important than the legacy I'm creating for myself with my body of work is the way I comport myself as I make them. The integrity with which I live my life and my attempts to be a good person, to do good in this world. And I wanted that to be one of the central conceits of this film, because here is a character who has a tremendous legacy laid out ahead of him. He is related to King Arthur, one of the greatest kings of medieval history. He could be the successor of the throne, but it was important for me to make sure that his journey carried him to a place where he realized that more important than that legacy was the idea of being a human being with integrity and with goodness in their heart. David Lowery's 2021 წლის არტურიანული ლეგენდის თავისებური ადაპტაცია, მწვანე რაინდი, იმდენად მდიდარია თემატური თვალსაზრისით და ამავდროულად ფილმის სურეალისტური ფორმით, რომ მის შესახებ ესეს მრავალნაირად დაწყება შეიძლება. აქ მაყურებელს საკუთარი ინტერესებიდან, შეხედულებებიდან თუ გამოცდილებიდან გამომდინარე, არაერთი თემის დანახვა შეუძლია. იქნება ეს ის, რასაც ზედაპირზე ვხედავთ, შუა საუკუნეების ლიტერატურა და ლეგენდები, თუ ამ ყველაფრის ფონზე არსებული ნაკლებად შესამჩნევი მოტივები. ერთი შეხედვით მოულოდნელი თემებიც კი, მაგალითად ტოქსიკური მასკულინობა ან თუნდაც კლიმატის ცვლილება. თუმცა ამ ეს შემთხვევაში ფოკუსში ის თემა მოვახვედრე, რომელიც ლოურისთვის ფილმში ინტერესის საგნად პირველად არ გვევლინება. ამ თემაში ცენტრალურ ადგილს სიკვდილი იკავებს, გარდაუვალი მოცემულობა, რომელიც განაპირობებს სიცოცხლეს და სიცოცხლეში მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამ ესეს დასაწყისში გამოტანილი სცენა მწვანე რაინდის შემთხვევაში საკვანძო ეპიზოდს წარმოადგენს, თუ ამ თემის გავრცობა ამ ფილმის მაგალითზე გსურს. იგივე მოტივებზე სასაუბროდ მსგავს ხერხს მიმართავს ლოური დაახლოებით 4 წლით ადრე გამოსულ ფილმში. Ego Stories-ში სულიერი თუ უსულო საგნების წარმავლობის შესახებ კომენტირებისას რეჟისორი წვეულებაზე მყოფი პერსონაჟის მონოლოგს იყენებს. ეს პერსონაჟი წვეულებაზე მისულ სხვა ადამიანებს ეუბნება, რომ საბოლოო ჯამში ამ სამყაროში ყველაფერი გაქრება. კაცობრიობის ყველაზე გენიალური ნაწარმოებებიც. Everything that ever made you feel big or stand up tall, it'll all go. Every atom in this dimension will be pulled apart by a force as simple as მიუხედავად იმისა, რომ მწვანე რაინდში ლოური მსგავს კომენტარს აკეთებს, აქ მნიშვნელოვანი პროგრესია სათქმელის გადმოცემის თვალსაზრისით. ეს ოსტატური ეპიზოდია, სადაც მთელი სიმძაფრით აღვიქვავთ, თუ რისი თქმა სურს რეჟისორს და ამ ყველაფერს უსიტყვოდ წუთზე ნაკლებ მონაკვეთში ვხედავთ. აქ ლოური ქმნის განწყობას, რომლის ასეთი ფორმით შექმნა მხოლოდ კინოს საშუალებით შეიძლება. სადაც ხელოვნების სხვადასხვა დარგში არსებული ინსტრუმენტები ერთიანდება, რათა დროში გამოძერწოს ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. პანორამული უწყვეტი კადრი, საუნდტრეკი და ბოლოს რეკვიზიტი, რომელიც ზუსტი ქორეოგრაფიული მოქმედების შედეგია, ქმნის სცენას, რომელიც სიცოცხლეს და მარადისობას ერთ სიბრტყეზე ათავსებს, სადაც ავტორი სიკვდილს, როგორც სიცოცხლის მუდმივად თამდევ მოცემულობად წარმოგვიჩენს. თამამ დაშვებას გავაკეთებ და ვიტყვი, რომ ლოურის ხედვაში თქმულება გავეინის საგმირო საქმეებზე, ან უფრო სწორად ბრჭყალებში საგმირო საქმეებზე ამ ეპიზოდში სრულდება. ამ დაშვების საფუძველს რამდენიმე მინიშნება მაძლევს, რომლებსაც ცოტა მოგვიანებით შინაარსობრივი მხარის შეჯამების შემდეგ ვახსენებ. უშუალოდ თქმულებები გავეინის შესახებ არაერთგვაროვანია. საინტერესოა, რომ თქმულებების მრავალფეროვნება ლოურის ფილმში იმ განსხვავებულ შრიფტებსა და წარწერებში იჩენს თავს, რომლებსაც მთელი ფილმის განმავლობაში ვხედავთ. ამგვარად ავტორი მიგვანიშნებს, რომ ლეგენდა გავეინის შესახებ სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებულ ხასიათს ატარებდა და მუდამ ინტერპრეტაციის საგნად გვევლინებოდა. თუმცა ის, რასაც ლოურის ფილმში ვხედავთ, ერთ კონკრეტულ რაინდულ ამბავს ეფუძნება, რომელიც გვიანდელი მე-14 საუკუნით თარიღდება და რომლის ავტორი უცნობია. ამ მონათხრობის მიხედვით, კამელოტში მისული მწვანე რაინდი შეკრებილ რაინდებს საშობაო თამაშს თავაზობს. ის პირდება მის ცულს ნებისმიერს, ვინც მას მის წინააღმდეგ მოიკნევს.
იმ პირობით, რომ ზუსტად ერთ წელიწადში მწვანე რაინდი ვალს ანალოგიური დარტყმით დააბრუნებს. ორიგინალში ამაზე არცერთი რაინდი არ თანხდება. ამის შემხედარე არტური თავად გამოხატავს სურვილს მიიღოს შეთავაზება, თუმცა შემდეგ მას მისი დიშვილი გავეინი გადაათქმევინებს და გამოწვევას საკუთარ თავზე აიღებს. ლოურის ნაწარმოებში, ლეგენდის მსგავსად, შემოთავაზებაზე თანხმობისგან რაინდები თავს იკავებენ, თუმცა განსხვავებით ორიგინალისგან, არტური ამბობს, რომ ის თავად მიიღებდა გამოწვევას, რომ არა მისი გაუარესებული ჯანმრთელობა. ფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი დეტალია ლოურის ინტერპრეტაციის აღსაქმელად. ლოური ლეგენდას ამიწევს, აცლის მას მითიურ, გმირულ ელემენტს და ამბავს მომაკვდავი ადამიანების კონტექსტში არცობს. ამავდროულად, შესაძლოა ამ ეპიზოდში ლოური არტურის პირით მეოთხე კედელსაც ანგრევდეს. Remember, it is only a game. ეს თამაშია, მაგრამ ეს თამაში მაყურებლისთვისაა, სადაც მიზანი თავგადასავალში თანამონაწილეობა და მთავარი პერსონაჟის დახმარებით საკუთარი ცხოვრების გვერდიდან დანახვაშია. მიუხედავად იმისა, რომ ლოურის ფილმს და თავდაპირველ ტექსტს შორის ბევრი მსგავსებაა, უშუალოდ გავეინის მოგზაურობის ნაწილში და ეს მსგავსება ალბათ ყველაზე მეტად ამ პერსონაჟის სასახლეში სტუმრობის მონაკვეთში ასახული, სადაც გავეინი ლორთან დადებულ პირობას, ტეხს და მისი ცოლის მიერ ნაჩუქარი ქამრის ამბავს მალავს, განსხვავებები, რომლებსაც ფილმში ვხედავთ, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს თვისობრივად ახალი ნაწარმოებია. ლოურის ფილმი პოემით იწყება, რომელიც გვამცნობს, რომ ეს ამბავი მეფე არტურის ამბავი არა. ამ ნაწარმოების მთავარი გმირი არტურისგან განსხვავებული პერსონაჟია და ეს ახალი ამბავია, სადაც მეფე არტურის მსგავს გმირობებს არ უნდა ველოდოთ. ის, რომ გავეინი გმირი არაა, ფილმის პირველივე სცენებიდანაა ნათელი. ეს პერსონაჟი ბორდელში იღვიძებს და სხვადასხვა მინიშნებებით ხვდებით, რომ ის უარს ამბობს გაიზარდოს და სრულად მოცულია მიწიერი სიამოვნებებით. მას სურს მიაღწიოს დიდებას, მაგრამ ამ სურვილის მისაღწევად არაფერს ქმედიც აკეთებს. არ იღებს პასუხისმგებლობებს და ირჩევს მარტივ გზას. უშუალოდ ის შესაძლებლობაც კი, რომლის ფარგლებშიც გავეინს რაინდული გზის გავლა უწევს, მისი მონაპოვარი არაა. ფილმის მიხედვით, მწვანე რაინდი პირდაპირ მნიშვნელობით დედამისის მიერ არის გამოძახებული. აქ უნდა ითქვას, რომ ფილმი წყაროსგან განსხვავებით გავეინის დედად მორგან ლაფეის აქცევს, არტურიანული ლეგენდების ძლევამოსილ ჯადოქარს, რომელიც მეფე არტურს მისი მაგიური უნარებით ეხმარება. ფილმში გავეინის მხრიდან მწვანე რაინდის გამოწვევის მიღების მოტივი შეიძლება აიხსნას მისი სურვილით მიაღწიოს დიდებას, თუმცა ამისათვის ის აქაც მარტივ გზებს ირჩევს და უშუალოდ პირობის შესრულების გზებს არათუ არ გეგმავს, არამედ გარკვეულ ეტაპზე სერიოზულადაც კი არ აღიქვამს. You truly believe he is sitting in a chapel, counting the hours, willing away the year, waiting for me to come. გავეინის დედას სურს დაინახოს საკუთარი შვილის ზრდა, მაგრამ ამავდროულად ცდილობს ის დაიცვას და ამიტომ მას ჯადოსნური თვისებების ქამარს გადასცემს. ქამარს, რომელიც მის მატარებელს ხიფათისგან იცავს. ფიქრობ, სწორედ ამ ქამრის დაკარგვა არის ერთ-ერთი მთავარი მინიშნება იმაზე, რომ გავეინის თავგადასავალი ტყეში დასრულდა. ამის კიდევ ერთ მინიშნებად შეგვიძლია ისიც დავინახოთ, რომ ფილმში აღწერილ სათავგადასავლო ამბებს შორის გავეინის სასახლიდან გამოსვლის შემდეგ ეს ერთადერთი ეპიზოდია, რომელიც არა მხოლოდ დაცლილია მაგიური ელემენტებისგან, არამედ შუა საუკუნეების რეალისტურ აღწერადაც შეგვიძლია დავინახოთ, სადაც რეალობა მკვეთრ კონტრასტშია იმ ფანტასმაგორიული სურათისგან, რომელიც იმდროინდელ ეპოსებში პოულობდა ასახვას. ეს არის ფილმის კომენტარი თქმულებების თუ ამბის თხრობის ფიქციურ ბუნებაზე. თუმცა ეს არ უშლის ლოურის ხელს იკვლიოს და განავრცოს ის ეგზისტენციალური იდეები, რომლებსაც მის ფილმებს თანსდებს. რას ნიშნავს იყო ცოცხალი, რას ტოვებს ადამიანი საკუთარი გარდაცვალების შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ის გავეინის სიურეალისტური თავგადასავლის ფონზე აკეთებს, თუმცა ფილმის სურეალისტურ ნაწილს წინ უძღვის გარემოს საკმაოდ ნატურალისტური აღწერა, სადაც ხედავთ გაუდაბნოებულ, სიცოცხლესთან რთულად შეთავსებად მოცემულობას, ველზე მიმოყრილ გვამებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის მეფე არტურის მტკიცებასთან, რომლის მიხედვითაც მან მშვიდობა დაამყარა სამეფოში. ამრიგად ჩვენ ხედავთ, რომ ის, რასაც იჩემებენ ამ სამყაროს ძლიერნი, ხშირად არ მოდის თანხვედრაში არსებულ მდგომარეობასთან. გავეინის შემთხვევაში ჩვენ ხედავთ თუ როგორ იქნება მისი ფერწერული პორტრეტი, სადაც ის
დიდებულ პერსონაჟადაა წარმოჩენილი. მაშინ, როდესაც მისი ცხოვრება საპირისპირო ილუსტრაციას იმსახურებს. ის რომ ლოური გავეინის პერსონაჟის მოკვდაობას ფილმის ადრეულ ეტაპზე აქცევს ნაწარმოების ცენტრალურ თემად, არა თუ არ უშლის ხელს რეჟისორს ლეგენდის გადმოცემაში, არამედ ფილმისთვის ასეთი ფორმის შერჩევით ლოური ქმნის აუცილებელ წინაპირობას საავტორო სათქმელის გადმოსაცემად. ვფიქრობ ის, რასაც ვხედავთ ამ ეპიზოდის შემდეგ, არის დაშვება თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს ყოველი ადამიანის ცხოვრებაში კონკრეტული არჩევანის შემთხვევაში. გავეინის მაგალითზე ფილმი გვაჩვენებს, რომ არჩევანი ორია. პირველი არჩევანი თითქოს ინტუიციურია, მარტივი და უფრო ლოგიკური. გააკეთო ყველაფერი ძალაუფლების მოსაპოვებლად, არიდო თავი ნებისმიერი სახის ხიფაც და იზრუნო საკუთარ კეთილდღეობაზე. და რაც თავარია, ასეთ შემთხვევაში დაივიწყო საკუთარი წარმავლობა, რადგანაც რა არის ადამიანის სრული შევიდეს ისტორიაში, თუ არა უკვდავების, სიცოცხლის სიმბოლური გახანგრძლივების სურვილი. Why greatness? Why is goodness not enough? მეორე არჩევანი უფრო მოგრძალებულია. აირჩიო არა დიდების, არამედ სიკარგის გზა და მიიღო სიკვდილი როგორც გარდაუვალი მოცემულობა. ასეთ შემთხვევაში შენ არა თუ არ გიმღერებენ სიმღერებს და არ მოყვებიან შენზე საგმირო ისტორიებს, არამედ უფრო მეტიც. შენი სახელი შეიძლება დავიწყებასაც მალევე მიეცეს. მაგრამ ასეთი არჩევანი გულისხმობს ნაკლებად ყალბ ცხოვრებას, სადაც ადამიანი რეალურად გაკეთებული საქმეებით ფასდება და მის ქმედებებს აქვს დადებითი გავლენა ცოცხალ, მის ირგვლივ მყოფ ადამიანებზე. პირველი არჩევანი უზურპატორების და ავტოკრატების არჩევანია და ამ მხრივ მწვანე რაინდი ამ ყველაფრის შესანიშნავ ასახვას გვთავაზობს. დაახლოებით 15 წუთიანი უსიტყვო მონტაჟის საშუალებით ლოური გვაჩვენებს თუ როგორ ცხოვრებას მიიღებს გავეინი იმ შემთხვევაში თუ ის ასეთ გზას აირჩევს. ასეთ სცენარის პირობებში გავეინი სამეფოზე კონტროლს ხელში იგდებს. ის დიდი ძალაუფლების მქონე მმართველია და ალბათ წარმატებული მხედართმთავარიც. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ ხედავთ თუ როგორ კარგავს ის ყველაფერს, რაც ადამიანის არსებობას მნიშვნელობით ავსებს. მას უწევს უარის თქმა ახლო ადამიანებზე, კარგავს მათ, იმსახურებს საზოგადოების მხრიდან სიძულვილს და ზოგადად ცხოვრობს სიყალბეში. თუმცა რატომა გავეინისთვის მნიშვნელოვანი საკუთარი საგმირო იმიჯის კონსტრუირება. ფილმში არაერთ ეპიზოდში ვხედავთ, რომ გავეინი საკუთარ თავს სხვების თვალთახედვიდან უყურებს. ამის ერთ-ერთ მინიშნებად შესაძლოა ეს თვალებ ახვეული პერსონაჟი დავინახოთ, ჰიპოთეტიური სხვა, თვალი რომელიც მუდმივად აკვირდება გავეინს და ეს დაკვირვების პროცესი გავეინს მუდამ ახსენებს თავს. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ ეს სხვა გავეინის პერსონაჟის განუყოფელი ნაწილია. გავეინისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია თუ როგორ ხედავს მას პირობითი სხვა. იქნება ეს კონკრეტული ადამიანი, მაგალითად გავეინის შემთხვევაში ასეთად დედამისი შეგვიძლია მოვიაზროთ, თუ საზოგადოება. ამის კიდევ ერთი ილუსტრაციად შეგვიძლია ეს ეპიზოდი მოვიაზროთ. ფილმის ყურებისას შეიძლება გამოგჩეს, მაგრამ აქ მწვანე რაინდის სახე მეტამორფოზს განიცდის. ამას ადასტურებს ერიკ სანდონი, CGI სპეციალისტი, რომელიც ლოურის ფილმზე მუშაობდა და რომელმაც ეს მეტამორფოზა შესაძლებელი გახადა. აქ მწვანე რაინდის პერსონაჟი ფილმის არაერთი სხვა პერსონაჟის სახეს იღებს. ამრიგად გავეინი აქაც საკუთარ თავს და საკუთარ ქმედებებს სიმბოლურად სხვისი თვალთახედვიდან აღიქვავს. პარადოქსულია, მაგრამ ის კამარი, რომელიც გავეინს როგორც თავდაცვის საშუალება ეძლევა, რეალურად მას სრულფასოვან ცხოვრებაში ხელს უშლის. ის, რაც მას ერთი შეხედვით უნდა იცავდეს, რეალურად მას აზიანებს. ეს ერთგვარი კომფორტის ზონაა, რომელიც არ აძლევს საშუალებას პერსონაჟს თვალებში შეხედოს სამყაროს და მუდმივად მღდალ მდგომარეობაში ამყოფებს მას. ასეთ პირობებში და არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენს იცხოვრობს გავეინი, ნებისმიერი ადამიანი, ასეთ შემთხვევაში ის ყოველთვის მოუმზადებელი იქნება ცხოვრების დასკვნითი ეტაპისთვის. You have had a year to find courage. When you were 100, it wouldn't make a difference. კამარი მას აძლევს საშუალებას ვალის დაბრუნება გადაავადოს, მაგრამ არ გაათავისუფლოს.
ამიტომაა, რომ გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კამარზე უარის თქმის შემთხვევაში დადგეს, ანუ კომფორტის ზონიდან გამოსვლის შემთხვევაში. ისევ და ისევ, დევიდ ლოურის ამ ფილმის დანახვა და წაკითხვა მრავალნაირად შეიძლება. სწორედ ამაშია ამ ფილმის ხიბლი. ეს დეტალებით მდიდარი გობელენია, სადაც ნებისმიერ მაყურებელს შეუძლია მისთვის საინტერესო რამის აღმოჩენა. თუმცა ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომელსაც ეს ფილმი კომუნიცირებს, თავდაბლობის, მოგრძალების და საკუთარ სასრულობასთან შერიგების აუცილებლობაში მდგომარეობს. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც აუცილებელი პირობაა თავისუფალი, ღირებული და სავსე ცხოვრებისათვის. I'm ready. I'm ready now. მადლობა ყველას ყურებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ვისი დონაციებიც მნიშვნელოვნად გვეხმარება ლიტაგორას მოხალისეობრივი პროექტის გაგრძელებაში. Shout-out-ი ჩვენს დეკემბრის თვის მხარდამჭერებს. სანდრო კომლაძეს, ანდრია მერაბიშვილს, ალექსანდრე პერტაიას, სალომე შუბლაძეს, თათური ჭუბაბრიას, თათა გაჩეჩილაძეს, გიორგი ლობჟანიძეს, გიორგი მიქაბერიძეს, ამირან რამიშვილს და ლაშა ურუშაძეს.